ეს ბიბლიური პასაჟი ხმა გაისმა რამაში გოდება წუხილი და გლოვა დიდი რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა ვინაიდან აღარ არიან და ამავე დროს მახსენდება თუ არ ვცდები ეს 2012 წელია როდესაც დიდ სამებაში ყოვლადწმინდა სამების ტაძარში შეიკრიბა უამრავი სტუმარი შინაური, გარეული და ყველა ულოცავდა უწმინდეს პატრიარქს იუბილეს. ეს მithქვამს მისთვისაც სიცოცხლეში, ახლა უნდა ვთქვა აქ თქვენთან, ყველა ელოდა რა სიტყოდა პატრიარქის სამადლობელ სიტყვაში. ალბათ სხვადასხვა რამ შეიძლებოდა ეთქვა ერთი ფრაზით მისი ნამოღვაწარის შესახებ. და ой საოცრებავ თქვა ასეთი რამ უფალი მეფობს მშვენიერება შეიმოსა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ ეპოქათა მიჯნაზეა დღეს სამყარო, ეკლესია, თუმცა ისიც კარგად გვახსოვს თუ დავფიქრდებით, როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ უფალი იესო ქრისტე გუშინ დღეს და ხვალ იგივეა. არის რაღაცა, რაც არაფრით არ იცვლება. ვერ იცვლება. ერთადერთი რაც უნდა შეიცვალოს, რაც უნდა მუდმივად დაიხვეწოს და განვითარდეს, ადამიანია. ადამიანი სხვათა შორის, რომელიც ჩემი დაკვირვებით ქართული საეკლესიო ცნობიერების, ქართული სახელმწიფო სააზროვნო სივრცის ეპიცენტრში რომ აღმოჩნდა მნიშვნელოვან წილად, ჩემი დაკვირვებით არის პატრიარქ ილია მეორეს დამსახურება. ფიქრობ, რომ ეს ცნობილი ფრაზაც არა კაცი შაბათისთვის, არამედ შაბათი კაცისთვის. მისთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ მოქმედება. მართლმადიდებლებსაც და ქრისტიანებსაც ეს ხშირად ავიწყდებათ და არა ძალიან საკვანძო ფრაზა არა კაცი შაბათისთვის, არამედ შაბათი კაცისთვის. და ამის აღქმა ალბათ არის ქრისტიანული ცხოვრების ძალიან ცენტრალური ნაწილი. აი ხა ჩვენ ვხედავთ ამ ძველ კადრებს და აი ეს გრიგოლ ცერცვაძეა, აი გაიოს კერატიშვილს ხედავთ, გიორგი ღონღაძე ჩანდა უკან მიტროპოლიტი. 5 მიტროპოლიტი იყო, სულ 5 ეპისკოპოსი ყავდა საქართველოს ეკლესიას. უკიდურესად მოხუცები იყვნენ ყველანი. ბევრს ვიხსენებთ ხოლმე და ეს დატვირთული ბატალიებია მაშინდელი. ძალიან დატვირთული, ამაზე ლაპარაკის დრო იქნება, აუცილებლად იქნება ამაზე ლაპარაკის დრო. ამაზე ლაპარაკი რაღაცა არ უნდა გავში ივანე ანანიაშვილი აი უკან. ასევე აი ყველას ისტორია რაღაცა ტრაგედიით არის მოსული. აქ მარტივი გზით აქ არავინ არ არის მოსული. აი ხო ვისაც ამ კადრებში ვხედავთ. და მარტივი გზა მე არც არავის არ გაუვლა, ძალიან ტრაგიკული გზები ჩანს აქ. და აქედან ერთადერთი ვინც ცოცხალი გადარჩა არის ილია მეორე. არ მარტო ცოცხალი, არამედ ვინც მოვიდა მთელი თავისი რაღაც სისავსით ხო ჩვენამდე, ჩვენს ეპოქამდე. საქართველოს აღარავინ აღარ არის დარჩენილი მგონი, რომელსაც სხვა პატრიარქი ახსოვს. ან საერთოდ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა მაშინაც პატრიარქებს, აი დავით მეხუთე დევდარიანი როცა იყო, თუნდაც ეფრემი, რომელიც ეფრემ მეორე პატრიარქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, იმიტომ რომ სწორედ ეფრემის ხელში გახდა ის ეპისკოპოსი და მიეცა ეს საშუალება. თქვენ სწორად თქვით, აი მე ყველაზე სახარებიდან ფრაზა, რომელიც ალბათ ქრისტიანისთვის ძალიან ნიშანდობლივი უნდა იყოს, არის რომ ქრისტეს არ უთქვას მე ვარ ტრადიცია, მე ვარ წარსული, მან თქვა მე ვარ გზა. და ამ გზას ვხედავთ და ამ გზაზე უნდა ვილაპარაკოთ ალბათ, რომელიც კიდე გაგრძელდება რაღაცნაირად. მოდი ამ გზაზე ვთქვათ, აი ამ კადრებიდან აქამდე მოსულ გზაზე, რომელიც კიდევ ერთხელ მე დღეს გლოვის დღეებია, ხო, მაგრამ ყოველთვის იქნება დატვირთული ბევრი წინააღმდეგობა. ზოგი ასე იფიქრებს, ზოგი ასე იფიქრებს, კრიტიკულიც იქნება, კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ გზის დანახვა და ამ მასშტაბის დანახვა ამ გზისა შეუძლებელია რომ ვინმე ვერ შეძლოს.